3 მარტს შეკრების მთავარი ადგილი იქნება ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სინდისის პატიმრების დედები ზუსტად 8 საათზე დაიწყებენ შეკრებას. ამის შემდეგ დაანონსებულია, რომ იქნება მსვლელობა დედაქალაქის ცენტრალური გამზირისკენ და შეკრების ბოლო ადგილი, როგორც ყოველთვის, მთელი ამ თითქმის 3 თვის განმავლობაში იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. სიმბოლურად 3 მარტს დედების დღეზე ქუჩაში იქნებიან სინდისის პატიმრების დედები, ის ადამიანები, ვინც სისტემამ სამიზნეში ამოიღო და უნდა აღინიშნოს, რომ გომელაურის პოლიცია დევნის რეჟიმის პატიმრების მშობლებსაც და ქუჩაში იქნებიან ის დედებიც, ვინც პოლიციამ უკვე რამდენჯერმე დააჯარიმა და მათი სასამართლო პროცესები ამ უახლოეს დღეებში უნდა იყოს. დედები ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის იბრძოლებენ და იბრძოლებენ იქამდე, სანამ რეჟიმის უკანონო პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ხელისუფლება არ დაიხევს უკან და არ ჩანიშნავს ხელახალ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 მარტს ქუჩაში გამოვიდეს ძალიან ბევრი ადამიანი და სოლიდარობა გამოუცხადოს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. ასეთია მარშში მონაწილე პირების განცხადებები. ზუსტად 8 საათზე შეკრება დაიწყება ფილარმონიასთან და ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ახლა სოლიდარობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენი ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ დღესთან დაკავშირებით, დედების დღესთან დაკავშირებით არის პირველ რიგში პატიმრების განთავისუფლება, ყველასი რა თქმა უნდა, არიან უკანონოდ დაკავებულები სამშობლოს სიყვარულისთვის, სამშობლოს თავისუფლებისთვის, მათ არაფერი არ დაუშავებიათ და დარწმუნებული ვარ, არც ერთ მათგანს არც არავინ არ დაუზიანებია. არავინ, იმიტომ რომ მე ვესწრები სასამართლოებს და ამდენი ცრუ ჩვენება მე არ ვიცი, არ მქონია არასოდეს შეხება, რასაც სასამართლოში ვუსმენ. ცხენოდეს სწორედაც იმ დედებს, ვინც ამ ბავშვებს აბრალებს ტყუილს და არიან ცრუმორწმეები. Შეიძლება რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ 3 მარტს ფილარმონიასთან იმისათვის, რომ ხმა, რომელსაც იღებენ პოლიტპატიმრების დედები, უფრო ხმამაღალი გახდეს იმისათვის, რომ ეს ხმა გაიგონონ ადამიანებმა, ვის ხელშიც ამ ეტაპზე პოლიტპატიმრების ბედია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენ შვილებს ხელს ვერ გაუშვებთ. ამიტომ რაც შვილებს უნდა, ეს არის ჩვენი დევიზი, რადგან ვიბრძვით მათი მომავლისთვის, ეს ქვეყანა მათია, ჩვენ უნდა ვიდგეთ მათი მომავლის სადარაჯოზე, ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, უნდა გავერთიანდეთ, უნდა ვიყოთ ყველანი ერთად, რადგან რეჟიმს ეშინია ზუსტად ჩვენი ერთად დგომის ძალა არის ხალხში, ჩვენ ვართ მშობლები, რომლებსაც არაფერი გვაბადია შვილების მომავლის გარდა. შეკრებამდე დარჩენილია სულ 2 დღე, ორშაბათს ზუსტად 8 საათზე დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია იქნება პროტესტის მთავარი ეპიცენტრი, სადაც სინდისის პატიმრების დედები დაელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც ფიქრობს, რომ უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ. ამის შემდეგ კი პროტესტი უკვე გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოსთან, მიუხედავად რეჟიმის რეპრესიებისა და ჯარიმებისა, მაინც არავის ეშინია და 3 მარტს დედების დღეზე სინდისის პატიმრების დედების გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.